ნიშნე სპეციალისტად ერთი წელიწადი არ არის, მაგრამ უკვე ვაკეთებ მესამე სპექტაკლს. პირველი სპექტაკლი სანამ დავინიშნებოდი, საერთოდ არ გააშუქა ადგილობრივმა გაზეთმა, განთიადმა და დეკორაციებზეც არაფერი ხელი არ შევიწყეს. აბსოლუტურად მე და ბავშვები ვიყავით ისევ-ისე. მეორე სპექტაკლი საერთოდ კი გაშუქდა, ეს იყო 17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულზე. საერთოდ განთიადმა ჩემი სახელმდაგვარი საერთოდ არ დაწერა და რატომ არ ვიცი. მე და აი ეხლა ვაკეთებ ბავშვთა თეატრს ბურატინოს, რომელიც უკვე 2 თვეა რაც მიდის რეპეტიციები, მაგრამ დეკორაციების გაკეთებაზე ასე მომიხდა საშინელი ნერვების წყვეტა, რომ ბუღალტერი არ უნდოდა, რომ მაინც 400 ლარი გასულიყო დეკორაციების გაკეთებაზე, როცა აი ეხლა ამ წუთში დეკორაციები მინდა დავამთავრო, მე თვითონ ხატავ. სცენარი მე თვითონ გავაკეთე და აი დავასრულო ეს დეკორაციები. მეუბნება რომ გადახარჯვა აიცი ლუიზა და მე არ შემიძლია რაღაცა ფული მოგცე შენ. თია ხორბალაძე სამსახურის უფროსი დიდი ხანი არ დაინტერესებულა რომ რას აკეთებს ლუიზა ტატიაშვილი. ეხლა რაც ჩვენს უფროს შეეხება ბატონ ქართლოს ხორგუაშვილს გვერდით მიდგია ყველანაირად, მაგრამ მარტო ბატონი ქართლოს ხორგუაშვილის გვერდით ყოფნა არაფერს არ გააკეთებს. თუ ასეთი ნერვების წყვეტით კეთდება სპექტაკლი. არავინ არ მეხმარება აბსოლუტურად, აი ეს მძიმე დეკორაციებს შევათრევთ უკაცრავად ამ სიტყვას და გამოვათრევთ სცენაზე. ბავშვები და აი ეხლაც 3 დღეა ვერავარ კარგად. უფასო თეატრები იმართება? ბატონო? უფასო თეატრები იმართება. ეს უფასო თეატრი იყო ეს ორივე, მაგრამ ეხლა არ ვაპირებ უფასო თეატრს, რამე თუ დეკორაციებში ფული დაიხარჯა და არ ვიცი ალბათ ფასიანს გავაკეთებ, იმიტომ რომ კულტურას შემოუტანო რაღაცა, რომ იქნებ მე არ იწუწუნო და კიდევ ერთი საკითხი. ეს საკითხი არის შტატები, რა შეეხება შტატებს. ეხლა მე ვარ შტატგარეშე სპეციალისტად დანიშნული მანდ, მაგრამ ეხლა როგორც წინა საარჩევნოდ ესეთი ტრიუკი გაკეთდა, რომ დაინიშნა სახელმწიფოს არ დავასახელებ 2 ადამიანი შტატებში, რომლებსაც არც უმაღლესი განათლება არ აქვთ, აბსოლუტურად და რატომღაც არიან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი სამსახურის უფროსი ლობირებს, ერთი სიტყვით რო ვთქვათ. კონკრეტულად ვინ ლობირებს? თია ხორბალაძე და პლუს კიდევ ამას რატომ მე არ უნდა ვყოფილიყავი თქვათ შტატში, როცა 20 წელიწადი ნამუშევარი ვარ და ადამიანი ინტელექტუალურად, გონებრივად შრომობ, ხო? ვაკეთებ სცენარებს, ვაკეთებ კოსტუმებს, ვაკეთებ დეკორაციებს და მე უცბად არაფერი აღარა ვარ. იცით, აი ლუიზა ტატიაშვილო გააკეთე შენ სპექტაკლი, ჩუმად იყავი, ხო მუშაობ, სამაგერო ჩვენ შტატებში ჩავსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ვჭვიდებიან. და ასეთი განცხადება გააკეთა თია ხორბალაძემ, რომ ჩემს დაქალებს, ვინც მანდ არიან და უსაქმურები, რომლებიც მე საერთოდ არ მეხმარებიან, მათ მე ჩავსავ შტატებში და ხელს ვერავინ არ ახლებს. თუმცა ლუიზა ტატიაშვილა ესეთი დამცირებულმა უნდა გავაკეთო სპექტაკლი, ბავშვებს უნდა წელი მოვწყვიტო ამ დეკორაციებში და მათ ერთხელ ვუთხარი, რომ რატომ არ მეხმარებიან. ეხლა ქართლოს ხორგუაშვილსაც ვუთხარი, რატომ არ მეხმარებიან? ასეთი რაღაცა მითხრეს ყავის მასში ხელს ნუ გვიშლიო. გიგა ხორგუაშვილზეა ლაპარაკი. გიგა ხორგუაშვილზეა დიახ ლაპარაკი. გიგა ხორგუაშვილი ეუბნება, მე არ ვამბობ, რომ გიგა ხორგუაშვილი ამ წუთში გვერდზე არ მიდგია. ერთადერთი ეხლა აი ამ წუთში რეალურად მიდგია გვერდზე გიგა ხორგუაშვილი. იმიტომ რომ არ ვიცი, არ ემორჩილება მას ბუღალტერი თუ რა ხდება, ვერ ვიგებ. რამდენჯერაც ვეუბნები, ყოველთვის რაღაცა წინააღმდეგობის ქვეშ, როდემდე უნდა იყოს ეს ბოლოს და ბოლოს ბავშვთა თეატრს ვაკეთებ. მე პრობლემა მაქვს, რომ გვერდით არავინ არ მიდგია, იმიტომ რომ ის ადამიანები მე როგორც მახსოვს ერთ-ერთ თათბირზე თია ხორგუაშვილს გამგებელმა უთხრა ხორბალაძეს უთხრა რომ ბავშვთა თეატრი რომ გაკეთებულიყო კაცი ძალიან კაი იქნებოდა და ეს იყო იმის შემდეგ როცა ბავშვთა თეატრი იყო კასპში ჩამოსული მინისტრის მოადგილეს რომ ესწრებოდა დიახ და მანამდე სანამ ბავშვთა თეატრი და მანამდე ეხლა გაჩნდა ეს იდეა არა ზუსტად მაგაშია საქმე რომ ეს ბავშვთა თეატრი რომ იყო ჩამოსული მანამდე 2 თვე მე უკვე მქონდა ბავშვთა თეატრის რეპეტიციები უკვე დაწყებული და არ ახმოვანებენ უბრალოდ რომ მე რაღაცას ვაკეთებ არა რა არის მიზეზი მიზეზი მე ეს ვფიქრობ არ ვიცი არსებობს კიდე სხვა ძალა ალბათ რომელსაც თია ხორბალაძე გვერდით უდგია და იმ სხვა ძალას არ აწყობს რომ მე გავაკეთო ეს სპექტაკლი და მე გამოვჩნდე თუმცა აი ამ ბავშვებს მე უფასოდ ვამზადებ და ვამზადებ სხვათა შორის აი ამ ჩვენს ოთახებში ახლა ქართლის ხორბალში მაგარი ხელს მიწყობს ყველანაირად მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მეშინია კიდევ რომ არ გაშუქდება არ ვიცი კიდე რა მოხდება მე შიშის ქვეშა ვარ აი ამის თქმა მინდოდა რა და როგორი დამცირებულიც ახლა მე ვარ როგორც ხელოვანი და როგორც შემოქმედი არ ვაპირებ რომ ესე გავაგრძელო მე ბავშვების გულისთვის ახლა
გავაკეთებ ამ სპექტაკლს, მაგრამ აი ბავშვები რო არ იყვნენ, მე ამას შევწყვეტავდი და კიდე სხვანაირად დავილაპარაკე. რამდენი ბავშვი არის თქვენ ეხლა ბავშვების ცვალებადობა იყო დაახლოებით 10-12 ბავშვი არის ჯერჯერობით, რამდენიმე როლსაც ვაძლევ ბავშვებს და უკვე გზად არიან დეკორაციები ნახევრად, მაგრამ ეხლა ეს არის საქმე, ის ნახევარი ფინანსი რომ უარს მეუბნება. ჯერ მითხრა სხვათა შორის ნელი ონეზაშვილმა რომ აუცილებლად რამც წადი მაღაზიაში, აი აქ საიდანაც გამოგვაქვს და იყიდე რაც შენ გინდა. მაგრამ მე უცბად 2 დღის მერე მივდივარ და მეუბნება, იცი რა, გადახარჯვა და მე ვეღარაფერს ვეღარ გიზავ. რას ნიშნავს ეს? ასე იგი ეს ნიშნავს რომ მე ხელს მიშ. რაზეა გადახარჯვა? არ ვიცი, გადახარჯვა 210 ლარი. 210 ლარი არის გადახარჯვა ბუღალტრულ მეხლა მიმდენად ვერ ვერკვევი, არა ვარ ამის სპეციალისტი. 210 ლარია გადახარჯვა, ამიტომ მე ვეღარაფერს ვეღარ გამოგატაინებ იქიდან, რომ ბუაშები მჭირდება და ფუნჯები რომ ისევ მე დავხატო და გავაკეთო. გვარის სახელი თქვენი? ლუიზა ტატიაშვილი. და რა ხართ ახლა სპეციალისტი? ეხლა ვარ სპეციალისტად, ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც ყავას არ ასვავს და მუშაობს.